ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ნავთობის სექტორის პრივატიზაციას გზა გაუხსნა. დელსი როდრიგესმა ხელი მოაწერა ახალ კანონ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგს, რომელსაც აქამდე სახელმწიფო აკონტროლებდა. დელსი როდრიგესმა კანონ პროექტს ნავთობის სექტორში მომუშავე მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერების თანდასწრებით მოაწერა ხელი. მანამდე კანონ პროექტი ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა. კანონ პროექტის საშუალებით სექტორში ძირეული რეფორმები გატარდება. ეს ნაბიჯი კი ეწინააღმდეგება თვითგამოცხადებული სოციალისტური მოძრაობის პრინციპს, რომელიც ქვეყანას 2 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ვენესუელაში ნავთობის სექტორის პრივატიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების სპეცოპერაციიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოხდა. ოპერაციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარმა ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის დედაქალაქში საკუთარ სახლში დააკავა და შტატებში გადაიყვანა. თუმცა როგორც თავად დელსი როდრიგესი ამბობს, ვენესუელაში ამ კანონზე დიდი ხანია მუშაობენ. ამიტომ მან მადლობა ნიკოლოს მადუროსაც გადაუხადა. ამ კანონ პროექტით ჩავესის ანდერძი აღსრულდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ენერგორესურსების სუვერენიტეტს. ეს კანონ პროექტი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხედვას მოიცავს. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს კანონ პროექტი არ საიდან მივიღეთ. ჩვენ ეს რეფორმა პრეზიდენტ მადუროსთან ერთად უკვე შესწავლილი და შემუშავებული გვქონდა. სიამაყით გეუბნებით თქვენ, პრეზიდენტო მადურო, თქვენი მიწიდან, კარაკასიდან, რომ პატივს ვცემთ პირველ მებრძოლს და ვენესუელელ ხალხს. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ დიდი მიზნებისთვის ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გაერთიანებული ვენესუელას არსებობა შესაძლებელია. მადლობას ვუხდი ეროვნულ ასამბლეაში ჩავესის ძალებს, ასევე ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. ის პირველია, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, ეს ერთსულოვნება გამოხატავს ეროვნულ ერთიანობას. დელსი როდრიგესის მთავრობამ კი ენერგოსექტორში ცვლილებები მას შემდეგ გაატარა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ნავთობის ექსპორტზე აიღებდა კონტროლს და დასუსტებულ ინდუსტრიას უცხოური ინვესტიციების მოზიდვით აღადგენდა. კანონ პროექტის მიღებისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, რითაც ამერიკულ ენერგოკომპანიებს გზა გაუხსნა ვენესუელის ენერგოინდუსტრიაში შესულიყვნენ. ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მან ერთი დღით ადრე წარადგინა. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი გეგმა გააცნო. დონალდ ტრამპმა კი დელსი როდრიგესს აცნობა, რომ კომერციული ფრენებისთვის ამერიკა ვენესუელას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, მას ვენესუელის ლიდერებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მინდა მადლობა გადაუხადო ვენესუელის ხელმძღვანელობას. ჩვენ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მჭიდრო, მათ მითხრეს, რომ იქ კარგად არის დაცული უსაფრთხოება. ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა წარმომადგენელთან, ნავთობის სფეროსთან დაკავშირებულ ყველა ადამიანთან. ამჟამად ვენესუელაში მსხვილი ნავთობ კომპანიები მიდიან, იკვლევენ მას და ირჩევენ თავიანთ ადგილმდებარეობებს. ისინი უზარმაზარ სიმდიდრეს მოუტანენ ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს. ნავთობ კომპანიებიც კარგ მოგებას ნახავენ. ვენესუელა რეალურად უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს ვიდრე ოდესმე. ეს კარგია. ვენესუელის მოსახლეობა ქუჩებში იდგა და ამერიკულ დროშებს აფრიალებდა. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად მაიამიში, დორალის რაიონში, რომელიც პატარა ვენესუელად ითვლება, მოსახლეობა ძალიან გახარებული იყო. ახლახან ვესაუბრე ვენესუელის პრეზიდენტს და ვაცნობე, რომ ჩვენ ვენესუელის თავზე ყველა კომერციული საჰაერო სივრცეს გავხსნით. ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში წასვლა და ისინი იქ უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ეს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშაა. ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯი ვენესუელაში რადიკალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ნაწილია. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა, ქვეყანას ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს. მან ნიკოლას მადუროსგან განსხვავებით შემრიგებლური ტონი არჩია და პრეზიდენტ მადუროს დროს დაკავებული პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. ახლა კი ნავთობზე წვდომის საშუალება მისცა კერძო კომპანიებსაც. ის ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებს ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიას.